და მეორე ყველაზე ჩვენი აქილევსის ქუსლი არის რეფლექსიური მომენტი. ეს არის როგორ აკეთებს ამას ტელევიზია, პრესა, ჟურნალისტიკა, ბლოგერები. იმიტომ რომ ტელევიზიამ პროპაგირება იმას კი არ უნდა გააკეთოს, ვინ რას ჭამს, დაუშვათ სელებრიტი. როგორ ჭამს? რა საიდან მოაქვს ნედლეული? ავოკადო ჩვენი ეროვნული პროდუქტი არ არის. ანუ იგივე დაუშვათ ყველა ადამიანს, ვისაც თირკმელი ტკიო და ვისაც დაუშვათ შარდსასქესო ორგანოების პრობლემა ქონდა, აჭმევდნენ ჩვენი წინაპრები შავ ჭარხალს. რატო არ არის ბაზარში? ნავთლუღში ერთი ოროლა ბებოს თუ აქვს. აი ეს პრობლემა უნდა იყოს წინა პლანზე, იგივე აი ამ შოუებში, სისულელეებს რომ ერთმანეთში რომ 1000 რაღაცა ჩაყარონ, მიაჩნიათ რომ ეგ არის და აუცილებლად ერთი მონაკვეთი ეთნოგრაფიიდან. იმიტომ რომ დღევანდელ კვიან გასტროტურისტს აინტერესებს საიდან მოდის ეს კერძი და ბებიაშენი როგორ აკეთებდა. მიწოდება რასაკვირველია, ეს ცოცხალი ორგანიზმია გასტრონომიული კულტურა და ვითარდება და სხვა მიწოდება, მაგრამ ავთენტური გემო არ უნდა დაიკარგოს. და იგივე ერთ შოუში მაპატიეთ შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ პირდაპირ უნდა ვთქვა, ბოდავდა რომ სვანური ერთ-ერთი კერძი არის, რომ შუმერებმა სვანებისგან ისწავლეს. და პროდიუსერს ვინმე თუნდაც ერთი ამ გადაცემას ხო მინიმუმ 10-15 აკეთებს ხო? ვინმე ისეთი არ იყო, რომ შეკითხვა გაშენოდა, რომ ეს ბოდვა არ გაევრცელებინათ ტელევიზიაში, იმიტომ რომ მაყურებლები ყავთ. ინფლუენსერები ამაზე დაყრდნობით უნდა წერდნენ. იგივე გიდები, რა მარაზმებს უყვებიან ახლა ჩამოსულ სტუმრებს, ძალიან უჭკვიანესი გიდები მყავს. მე ტრენინგებს ვუტარებ ხოლმე გიდებს და აქტუალებას ვერ მალავ ისეთი ადამიანები, მაგრამ ვინ ხვდება? აი ეს სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს, რომ კაცრად იყოს კონტროლირებადი რომელ ქვეყანას აბა თურქეთში გაბედე და შენ გააკეთე ისა ტური, იქაური გიდი უნდა დაიქირავო. ჩვენი გიდები ამით შეზღუდულები არიან. და ვიღაცა სპარსელი, ვიღაცა ჩინელი ეუბნება, ვიღაცა რუსი, რომ ეს ჩვენი ტერიტორია იყო და ჩვენ ეს ხო თავის მოჭრა და ჩვენი ყდომა, სიკვდილია. ის კი არა, მე დავუშვათ ამერიკელი კალიფორნიის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კათედრიდან იყვნენ სტუმრები. და სამეგრელოზე სულ მეგრულად ვამბობდი ყველაფერს. და მე მთხოვეს რომ მოდი სადღეგრძელო მეგრულად თქვითო რომ ქართულსა და იმათ შორის ახლა მეცნიერები იყვნენ განვასხვაოთ და თქვეს რა ეს სრულიად სხვა რაღაცა არისო. ანუ სომეხი თბილისელი სომხები ხო ფანტასტიკური. ფაქტიურად ჩვენი დედაქალაქი გვინდა არ გვინდა უმრავლესობა სომხების გაკეთებულია ხო? ილაპარაკოს შეურიოს ეს სომხურიავლაბარში რომ იყავს. იგივე დაუშვათ ეს არის ჩვენი მრავალფეროვნება და ფიშკა. მრავალფერო ასეთ პატარა ქვეყანაში ყველა რეგიონს თავისი სამზარეულო აქვს, თავისი ყველი აქვს, თავისი ღვინო აქვს, თავისი სპირტიანი აქვს და ჭრელი მულტინაციონალური შოუში მეგრელმა გოგოებმა მოიძიეს და გამოიტანეს მეგრული გუდა. სასწაული გუდაა მეგრული გუდა, სულ სხვა რაღაცაა. ხო და ამაზე ქილიკობა და ღადაობა დაიწყეს ვიღაცეებმა და ამას უშვებს პროდიუსერი. სანამ მე არ მივწერე პირადში რომ პირიქით თქვენ ეს ისტორია ქვეყანას უნდა გააცნოთ ასეთი სიმდიდრე როგორ გარდათუშური გუდისა და რა შვებით და რაღაცები მივწერე პირადში და მე ვთქვი რომ პირადში კი არა ყველამ რო წაიკითხოს დაუწერე პირდაპირ ვულზე და მეორე გადაცემაში უკვე სხვანაირად წარადგინეს ეს ყველაფერი. ანუ მეცნიერებმა უნდა იზრუნო, მაგრამ მეცნიერს ჭამა უნდა, სმა უნდა, გადასახადები უნდა და შენ უნდა დააფინანსო რომ ამისთვის მოიცალოს და არ ირბინოს ეს როლი. ეგ არის, ეგ. ერთი უნივერსიტეტიდან სირბილ-სირბილი თან ავტობუსზე ჩამოკიდებული სხვაგან გარბის კი არა. პირობა უნდა შეუქმნა, რომ იკვლიოს, წეროს, გააცნოს, ბლოგი ჩაწეროს, სამეცნიერო სტატიები აქვეყნოს. ერთი სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება იმპაქტ ფაქტორიან ჟურნალში 200 ფუნტ სტერლინგი ღირს. ამაზე უნდა იფიქროს, ხო? ანუ და ტელევიზიას უნდა ყავდეს ისეთი კონსულტანტი, რომელიც ამ ჯრდ-ბრდს არ გააშვებინებს ეთერით. ჩვენ გავაკეთეთ ეთნო ტაბლა USAID-თან ერთად. ქვემო ქართლის რეგიონში და ცოტა სარისკო პროექტი იყო, მაგრამ მე ვთქვი რომ მე ვიღებ ჩემ თავზე. იმიტომ რომ მყავს იქ აზერბაიჯანელებიც, სომხებიც, ქართველი რაჭველებიც და წარმოიდგინეთ, სომეხს აზერბაიჯანელს მოუკვდა მამა და სომეხ და ქართველ მეზობლებს თხოვა რომ ქელეხი თქვენთვის მომინდვიაო. არ გადამრიო.
ასეთი ქვეყანა გვაქვს და ამის გაპიარება უნდა იყოს ტელევიზია, პრესა, იგივე ეს კულინარიული შოუები.